სულ უფრო მეტი ხდება ცნობილი, რამდენად დაირღვა მისი უფლებები, ჯერ ერთი რომ ეს არის უკანონო პატიმარი და მისი პატიმრობის შემდეგაც გრძელდება არაადამიანური მოპყრობა, დღეს ცნობილი გახდა რომ სიაში მშილობს და როგორც ცოტა ხნის წინ მითხრეს დაკავებიდან ის ყოველი დღე იღებს მხოლოდ წყალს, ეს შემზარავი ამბავია, ადამიანი ამბობს რომ სიცოცხლეზე მეტად მისთვის მნიშვნელოვანი არის ახლა თავისუფლება. ეს უნდა გავაცნობიეროთ ყველა მოქალაქემ. დღეს თუ ადამიანს საკუთარი უფლებების დასაცავად ქალს ციხეში შიმშილობა უწევს, ხვალ შეიძლება ასე საკუთარი უფლებების დაცვა მოუხდეს ჩვენს შვილებს, იმიტომ რომ ის უბრალოდ ასეთ ქვეყანას აშენებს რუსული რეჟიმი, რისი უფლებაც არ უნდა მივცეთ. მზია წერილში წერს რომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ახლა, იმიტომ რომ მე შეიძლება იყოს გვიანი. მგელაც ყვება რომ არც ერთი საქმე, არც გურამ როგავაზე თავდასხმა, არც მაკაჩიხლაძეზე თავდასხმა და ეს თავდასხმები არ ეს მკვლელობის მცდელობები იყო. კაკაცინაძეს არ გამოუძიებია მის უწყებას. აქ მოვედით შეიძლება შედეგი ამან არ გამოიყოს, მაგრამ მე რიგითი მოქალაქე ვეუბნები კაკაცინაძეს რომ ისი დანაშაულებრივი უმოქმედობა დავიწყებული არ იქნება. ძალიან ბევრი რამე შეიცვლება ამ ქვეყანაში, მაგრამ დავიწყებას არ მიეცემა ის ბოროტ მოქმედება, რომელსაც ჩადის რუსული რეჟიმი და მისი შემსრულებლები და შემსრულებლების როლის დაკნინება არ გამოვა.